მოგესალმებით. ხომ არ ეს დროს დაფიქრებულ ხართ, რომ ერთსა და იმავე პლანეტას სრულიად განსხვავებული თვალით ვხედავთ რუკებზე. ერთი გვიჩვენებს ბუნებას, მთებსა და მდინარეებს, მეორე კი ქვეყნებსა და საზღვრებს. დღეს მოდით ერთად ჩავიხედოთ ამაში და გავარკვიოთ, როგორ გვიყვება ეს ორი რუკა ერთი სამყაროს ორ სრულიად განსხვავებულ ამბავს. ალბათ ყველას გვიოცნებია შორეულ უცხო ქვეყნებში მოგზაურობაზე, არა? და გვიფიქრია, რა იმალება იმ მთების მიღმა. ხოდა, სწორედ ამ მარადიულ ცნობის მოყვარეობას პასუხობს კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოგონება. რა თქმა უნდა, რუკა. მაშ რა არის რუკა? მოდი მარტივად ვთქვათ. წარმოიდგინეთ, რომ მთელი პლანეტა, ან თუნდაც თქვენი ქალაქი, ხელის გულზე გიჭირავთ. აი, რუკა სწორედ ესაა. საშუალება, რომ უზარმაზარი სივრცე დააპატარაო და ერთ ფურცელზე ან ეკრანზე დაადიო. ანუ ის გვეხმარება, რომ ერთი შეხედვით მოვიცვათ სამყარო. იცით, რუკები ბევრი და სხვადასხვანაირია, მართლა უამრავი. მაგრამ დღეს ჩვენი ყურადღების ცენტრში ორი მთავარი პერსონაჟია: ფიზიკური რუკა და პოლიტიკური რუკა. მზად ხართ? ვნახოთ, რას მოგვიყვებიან ისინი. მოდი ფიზიკური რუკით დავიწყოთ. აი, წარმოიდგინეთ, თითქოს კოსმოსური ხომალდიდან უყურებ დედამიწას. რას ხედავთ? ვერც ერთ საზღვარს, ვერც ერთ ქვეყანას, მხოლოდ ბუნებას თავისი დიდებით, მთებს, ოკეანეებს, უზარმაზარ მწვანე ველებს. აი, სწორედ ამას, დედამიწის ბუნებრივ პირველყოფილ სახეს გვიხატავს ფიზიკური რუკა. და თუ გვინდა ფიზიკური რუკის ენა გავიგოთ, ერთი მთავარი სიტყვა უნდა დავიმახსოვროთ: რელიეფი. რა არის ეს რელიეფი? მარტივად რომ ვთქვათ, ესაა დედამიწის ზედაპირის უსწორმასწარობა. ანუ ყველა ის აღმართ-დაღმართი, ყველა მთა და ველი. ფაქტობრივად ფიზიკური რუკა სწორედ პლანეტის კანის ამბავს გვიყვება. კარგი, მაგრამ როგორ გთხულობთ ამ ყველაფერს? გასაღები მეგობრებო ფერებშია. ეს უბრალოდ ლამაზი ნახატი არ გეგონოთ. თითოეულ ფერს თავისი კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მუქი ყავისფერია, მით უფრო მაღალია მთა. მერე ფერი ნელ-ნელა ღიავდება, გადადის ყვითელში, ბოლოს კი მწვალეში, რაც უკვე დაბლობს ნიშნავს. ცისფერი კი რა თქმა უნდა წყალია. ეს ფერების კოდი ფაქტობრივად სამგანზომილებიან გამოსახულებას გვიქმნის ფრთხელ ფურცელზე. კარგი, ფიზიკური რუკის ამბავი გასაგებია. ახლა კი მოდით ფოკუსი სრულიად შევცვალოთ. ბუნების სამყაროდან პირდაპირ გადავინაცვლოთ ადამიანების მიერ შექმნილ სამყაროში. დროა პოლიტიკურ რუკას შევხედოთ, რომელიც არა გეოგრაფიაზე, არამედ ისტორიაზე, პოლიტიკასა და ჩვენზე, ადამიანებზე გვიყვება. აი, აქაც უამრავი ფერია, არა? მაგრამ ფრთხილად. ამ ფერებს საერთოდ სხვა დანიშნულება აქვთ. დაივიწყეთ მთები და დაბლობები. აქ თითოეული ფერი ერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანას. ეს ფერები იმ უხილავ ხაზებს გვიჩვენებს, რომლებიც ჩვენ ადამიანებმა გავავლეთ დედამიწაზე. სინამდვილეში, პოლიტიკური რუკის წაკითხვა ძალიან ადვილია. აქ სულ ორი მთავარი წესია. პირველი, სხვადასხვა ფერი უბრალოდ იმისთვისაა, რომ ერთი ქვეყანა მეორისგან ადვილად გავარჩიოთ, ხომ ხვდებით, რომ არ აგვერიოს. და მეორე, ის მუქი, მკაფიო ხაზი, რომელსაც ქვეყნებს შორის ხედავთ, სწორედ სახელმწიფო საზღვარია. აი სულ ესაა, ფერი და ხაზი. და ეს ორი რამ ერთად ქმნის მსოფლიოს პოლიტიკურ პორტრეტს. კარგი, ცალ-ცალკე ვნახეთ ფიზიკურიც და პოლიტიკურიც. ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილია. მოდით ეს ორი სურათი ერთმანეთს შევადაროთ და ვნახოთ რა გამოვა. აი ამ შედარებაში ჩანს ყველაფერი. ერთ მხარეს გვაქვს ბუნების შედევრი, რელიეფი, რომელიც მილიონობით წელი იქმნებოდა. მეორე მხარეს კი ადამიანის ისტორია, სადაც საზღვრები ომებით, მოლაპარაკებებითა და შეთანხმებებით იცვლებოდა და დღესაც იცვლება. ანუ წარმოიდგინეთ, ერთი და იგივე ტერიტორია, მაგრამ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ამბავი. ერთი ბუნების, მეორე კაცობრიობის. მაგრამ ამდენი განსხვავების მიუხედავად არ დაგვავიწყდეს მთავარი. მათ ხომ ერთი ფუნდამენტური რამ აერთიანებთ. ორივე საბოლოო ჯამში ერთსა და იმავე ადგილს აღწერს, ჩვენს დედამიწას. უბრალოდ თითქოს ორი მთარგმნელი ყავს, რომლებიც ერთი და იმავე ამბავს სხვადასხვა ენაზე გვიყვებიან. და იცით რა არის ყველაზე მთავარი? ის რომ ეს ორი რუკა ერთმანეთის გარეშე სრულ სურათს ვერასდროს მოგცემს. ფიზიკური რუკა ეს არის თითქოს თეატრის სცენა. ბუნებრივი გარემო, პოლიტიკური რუკა კი ის დრამა, ის ისტორია, რომელიც ამ სცენაზე თამაშდება. აბა დაფიქრდით, რამდენჯერ გამხდარა მაღალი მთა ან დიდი მდინარე ორ ქვეყანას შორის ბუნებრივი საზღვარი, ან პირიქით, როგორც ცვლის ადამიანი ბუნებას, როცა ქალაქებს აშენებს. აი სწორედ ამ ორი რუკის ერთად წაკითხვის უნარშია ჩვენი სამყაროს სრული და ღრმა გაგების გასაღები.